Welcome to Calvary Chapel. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოლგოთის სამლოცველოში. On Sunday mornings, we're in the middle of a study through the book, the small little letter of Paul to Titus. დღეს მკვირად ჩვენ ვაპირებთ წავიკითხოთ პავლეს წერილი ტიტეს მიმართ. We'll be looking at Titus chapter 2 this morning. დღეს წავიკითხოთ ტიტეს მიმართ წერილს მეორე თავს. So if you want to turn in your Bible there, ამ გადაშალეთ ბიბლია ამონაკვეთს and we'll pray. და ვილოცოთ ერთად. Father, we thank you for your word, Lord, ღმერთო მადლობა შემოგწირო ჩვენი სიტყვისათვის. and that it is that light unto our feet, and it's a lamp unto our feet and a light unto our path. და ჩვენ მოცულობთ რომ შენი სიტყვა გაგვინათებს გზას. And through your word, you give us wisdom and light and truth. და შენი სიტყვა ჩვენ გვაძლევს სიბრძნეს, სიმართლეს და სინათლეს. And we're thankful that we can spend this time together studying. და ჩვენ ვართ მადლიერნი რომ შეგვიძლია ეს რო გავატაროთ შენი სიტყვის სწავლაში. We ask that you would quiet our hearts and our minds, ჩვენ ვითხოვთ რომ შენ დააწყნარებ ჩვენს გონებასა და გულს. open our ears, Lord, რომ გაგვიხსნი ჩვენს ყურებს. and give us understanding this morning, და დაგვეხმარები უკეთ გავიგოთ შენი სიტყვა. greater understanding of who you are გაგიცნობთ უკეთ. and how we can live our lives in a way that's pleasing to you. და თუ როგორ შეიძლება რომ ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება ისე რომ იყოს შენი მოსაწონი. So we give you this time, და ამიტომ გიძღვნით ჩვენ ამ დროს. ask that your Holy Spirit would come and teach us. და გთხოვთ რომ შენი სული წმინდა გაგვიწყოს სწავლობის პროცესში. In the name of Jesus we pray. იესოს სახელით ვუცლობთ. Amen. Amen. All right, so Titus chapter 2. ტიტე მეორე თავი. The false teachers Paul was speaking of in chapter 1, პავლე საუბრობდა პირველ თავში ცრუ მასწავლებლების შესახებ. they professed to know God, but actually denied him by their deeds. ისინი სიტყვით ამტკიცებდნენ რომ იცოდნენ ღმერთი, მაგრამ თავიანთი ქმედებებით უარყოფდნენ ამას. And in chapter 1, verse 16, და პირველი თავის მე-16 მუხლში Paul describes these teachers as detestable, disobedient, and worthless for any good deed. და პავლე ამ ცრუ მასწავლებლებს პირველ თავში აღწერს როგორც საძაგელს, დაუმორჩილებელსა და უღირს ადამიანებს. And so these false teachers were saying terrible things about the islanders who lived on Crete. და ეს ცრუ მასწავლებლები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ კრეტას კუნძულზე. They were actually calling them liars, და უწოდებდნენ მათ მატყუარებს, evil beasts, ბოროტ არსებებს and lazy gluttons. და ზარმაც ადამიანებს. They were following myths and man-made commandments, ისინი მიყვებოდნენ რაღაცა მითებს და ადამიანის მიერ შექმნილ აღთქმას. probably commandments in the some form of Jewish legalism. და ეს აღთქმები შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო იუდაური კანონიკური სამართლის ნაწილი. And Paul told Titus to rebuke them severely because they were actually upsetting entire families. და პავლე მოუწოდებდა ტიტეს, რომ შეერისხა ეს ადამიანები დაეგმო მათი სწავლება, რადგან მათ შეცდომაში შეყავდათ მთლიანი ოჯახები. And they were confusing the people. და ისინი აბნევდნენ ხალხს. They would have probably called themselves believers, ისინი ალბათ საკუთარ თავს მორწმუნეს უწოდებდნენ. but Paul accuses them of denying the Lord with their behavior. მაგრამ პავლე მათ ბრალსდებს იმაში, რომ ისინი თავიანთი ქმედებებით პირიქით ღმერთს უარყოფდნენ. So for Paul, the word doctrine meant more than theological truth. და აქთან გამომდინარე პავლესთვის სიტყვა დოქტრინა ან მოძღვრება უფრო სრული ქართულით უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მხოლოდ თეოლოგია. Paul understood that what we believed would always lead to a behavior. პავლე ამბობდა, რომ იმის რისიც გვჯერა ყოველთვის განაპირობებს ჩვენს ქმედებებს. And that behavior would either glorify Christ or it wouldn't. და რომ ეს ქმედება ან იქნებოდა ღმერთის შესაფერისი, ან პირიქით მისი საპირისპირო. So in Paul's thinking, if our behavior is bad, so is our doctrine. და აქთან გამომდინარე პავლე ფიქრობდა, რომ თუ ჩვენი ქმედება არის მცდარი და არასწორი, მაშინ ჩვენი რწმენა უნდა იყოს ასევე შეცდომაში შეყვანილი. In other words, we're acting the wrong way because we're believing the wrong thing. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიქცევით არასწორად, იმიტომ რომ გვჯერა არასწორი რაღაცებს. And so then the difference between what we say we believe and how we act, და განსხვავება იმას შორის თუ რას ვამბობთ, რისი გვჯერა და როგორ ვიქცევით, that determines the level of our personal integrity or our hypocrisy. ეს განაპირობებს ჩვენი
ჩვენ პირად სიმართლეს ან ჰიპოკრიტულობას. whatever the case may be. Როგორი შემთხვევაც არ უნდა იყოს. So now in chapter 2, Paul is going to write concerning the believer's behavior. და ახლა მეორე თავში პავლე საუბრობს თუ როგორ უნდა იქცეოდეს თვალსაჩინო მორწმუნე ადამიანი. And then he's going to encourage them in the grace of God. და ის წაახალისებს ადამიანებს ღმერთის მადლის მიხედვით ცხოვრებისაკენ. So Mariam and I, we're just going to work through this verse by verse. და წავკითხავთ ყველა მუხლს. And so let's look at verse 1. პირველი მუხლი. But as for you, speak the things which are fitting for sound doctrine. შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეფერის საღმოძღვრებას. So the word for doctrine is used 3 times in this chapter alone. და სიტყვა დოქტრინა ან მოძღვრება მხოლოდ ამ თავში გამოყენებულია 3-ჯერ. And so sound means free from any error or mixture of lies. და ეს შეურყვნელი რწმენა გულისხმობს ყველანაირი სიცრუისგან დაცლილ რწმენას. And I was thinking about the time that my family and I, we lived in Poland. და მე ვფიქრობდი იმ დროზე, როდესაც მე და ჩემი ოჯახი ცხოვრობდით პოლონეთში. And one of the big pastimes of the culture in Poland is in the autumn, people love to go to the woods to go mushroom picking. და პოლონური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწილი არის, როდესაც ადამიანები მიდიან შემოდგომაზე სოკოს საკრეფად. And so while we were living there, we always heard stories every year of people who died picking mushrooms. და მან ცხოვრების განმავლობაში ყოველწლიურად ვიგებდით ისტორიებს ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ სოკოს კრეფის პროცესში გარდაიცვალნენ. The problem was they couldn't tell the difference between the good ones and the poisonous ones. და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ შეძლოთ ერთმანეთსგან გაირჩიოთ შხამიანი და კარგი სოკოები. And what we soon learned was like some of the most beautiful mushrooms were the deadliest. და მალე ვისწავლოთ, რომ ყველაზე ლამაზი სოკოები იყო სწორედ აქ შხამიანი. And there were times when I was picking up mushrooms and there was like these beautiful red and white ones and I'm looking at it and the Polish women are just freaking out like you're going to die if you like lick your fingers after touching that thing. And they were just really worried, you know. და მე თვითონაც როცა რაღაც ყველაზე ლამაზ სოკოს მოვკრებდი, რომელიც შხამიანი იყო, გარშემოყოფებს ყველას ეშინოდა ხოლმე. Paul tells Titus, make sure your doctrine is sound and you're speaking truth to the people. პავლე ეუბნება ტიტეს, რომ დაარწმუნოს, რომ მისი მოძღვრება არის საღი და რომ სიმართლეს ელაპარაკება ხალხს. Because bad doctrine kills people. იმიტომ რომ არის სწორი მოძღვრება საბოლოოდ კლავს ადამიანებს. Bad doctrine is poisonous. თან ეს არასაღი მოძღვრება არის შხამიანი. And for Paul, it wasn't okay for a teacher to stand up in front and say a lot of things that were true and then slip in a few things that were false. He didn't think that was okay. და პავლე ამბობდა, რომ არის სწორი არის მასწავლისთვის, რომ რაღაც პერიოდი ჭეშმარიტად ელაპარაკოს და მერე რამდენიმე ტყუილი სიცრუე გაურიოს. I hear that all the time. You know, people say things like, it's not that any of us are perfect, but I hear people say, well, yeah, most of what they say is good. და ხშირად ვისმენ ხოლმე, რომ კი მართალია იდეალურები არ ვართ, მაგრამ მე რა თუ ერთი-ორი რაღაც მცდარი გაიპარება ჩვენს მოძღვრებაში. But if they're slipping and lie, how do you know when that lie is coming in? მაგრამ როცა ეგრე მოლოდინი გაქვს, რომ რაღაცას გატყუებენ, რა იცი, რა ნაწილი არის მაგის სიმართლე. And I think we see a lot of bad behavior in the body of Christ because there's a lot of bad teaching in the body of Christ. და ამიტომ მგონია, რომ ამ ეკლესიის ხალხში ხშირად უარყოფით მოვლენებს იმიტომ ხედავთ, რომ მოძღვრება არის სავსე ცრუ სწავლებებით. And so doctrine meant something to Paul. It was very, very important to him, and it should be important to us as და well. პავლესთვის ეს დოქტრინა მოძღვრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე უნდა იყოს ჩვენთვისაც. Now, Paul begins to talk about the behavior of different people in the church. და პავლე ახლა იწყებს საუბარს განსხვავებული ადამიანების შესახებ. And in verse 2, he starts with the older men. და მეორე მუხლში საუბრობს ბერი კაცებს. And he says, older men are to be temperate, dignified, sensible, sound in faith, in love, in perseverance. და ის ამბობს, რომ რათა ბერი კაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში და მოთმინებაში. So this is for the older guys. I count myself one of those now. So like these are the 60, 70, 80-year-old guys, right? და მასშტაბმა ეს მიესადაგება 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. And for me, it's like a badge. I love it. I don't care if my hair is going gray, you know? I think it's wonderful. და ეს ჩემი თმის გაჭაღარავება არ მაწუხებს. When we were in Cambodia, like if you had gray hair, you got more respect. და აი მაგალითად კამბოჯაში თუ რაც უფრო მეტი ჭაღარათმა გაქვს, უფრო მეტ პატივს გცემ. It didn't matter if you were wise or not, just that you were older. ნიშნულობა არ ქონა ამ ჭაღარასთან სიბრძნეც მოვიდა თუ არა. So, you know, I learned to love it. I thought it was cool.
But it's not cool if we're not wise. მაგრამ ჭაღარას მნიშვნელობა არ აქვს თუ სიბრძნე არ ახავს თან. Older men were to be sound in faith. ეს მოხუცი ბერიკაცები უნდა იყვნენ თავიანთ რწმენაში საღნი. They were to be solid, strong in faith. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ რწმენაში. Not carried away by strange teachings and philosophies. და რაღაც არასწორ სწავლებებს დიდად ყური არ უნდა დაუგდონ. Strong in love, strong in perseverance and patience. ისინი უნდა იყვნენ საღნი, სიყვარულში საღნი, მოთმინებაში, რწმენაში. And I think we've probably all realized and seen in our lives, even if you're younger, there's nothing more sad to see than a foolish old man. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ცხოვრებაში ალბათ არაფერია იმაზე ცუდი სანახავი, ვიდრე არაბრძენი მოხუცი ადამიანი. Somebody who's getting older and their behavior is getting worse. ადამიანი, რომელიც ბერდება, მაგრამ მისი ქცევა არ სწორდება. In the church, the men were to be different. და ეკლესიის კაცი უნდა იყოს განსხვავებული. We're to be full of God's wisdom. უნდა იყოს ღმერთის სიბრძნით ახსავს. The word of God is to be having an impact in our life over the years, and it's to be making us a well of resource to the younger people. და ღმერთის სიტყვას უნდა ქონდეს ჩვენზე გავლენა, უნდა ვიყვებოთ მისით. So, we don't want to be getting older, but not getting wiser and more dignified. და ჩვენც არ გვინდა რომ ვიზრდებოდეთ და ზრდასთან ერთად არ გვემეტებოდეს სიბრძნე და ღირსეულობა. Now Paul shifts to the older women ახლა პავლე უკვე საუბრობს მოხუც დედაკაცებს. in verse 3 through 5. მესამე მეხუთე მუხლებს უთმობს ამას. Older women likewise are to be reverent in their behavior, not malicious gossips, nor enslaved to much wine, teaching what is good, so that they may encourage the young women to love their husbands, to love their children, to be sensible, pure workers at home, kind, being subject to their own husbands, so that the word of God will not be dishonored. ასევე მოხუცი დედაკაცებიც ქცევით ღირსეულნი, არაცილის მწამებელნი, არ ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, რათა ასწავლონ ყვაწულ ქალებს უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ ჩუელები, იყვნენ აზრიანი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმებოდეს ღვთის სიტყვა. So here the older women, probably also widows, here were addressed. და სავარდოდ აქ საუბარი არის დაქვრივებულ ქალებს. And apparently it wasn't uncommon for the women in Crete to drink a lot of wine. და როგორც ჩანს, კრეტის მაცხოვრებელი ქალებისთვის არ იყო უცხო ღვინის მოხმარება. And probably that led to disrespectful behavior and a loose tongue. და ამ ღვინით თრობას მერე თან ახლავდა უპატივცემულო საქციელი. And so this was kind of culturally what was going on there. და რაცა კრეტის კულტურა რა უკეთ გავიცნოთ, სწორედ ეს წარმოგვიდგენს მას უკეთ. And Paul wanted the women in the church to behave differently. და პავლე სურდა რომ ეკლესიაში ქალები განსხვავებულად მოქცეულიყო. The older women and the widows in the church were to teach the younger women how to love and respect their husbands and to love their children. ამ მოხუცი დედაკაცების ვალდებულება მოვალეობა იყო რომ ახალგაზრდებისთვის ესწავლებინათ თუ როგორ They were to be pure. They were to be pure and sensible workers at home, not running around and running around society and gossiping and things like that. ასწავლენ როგორ ყოფილიყვნენ ოჯახზე მზრუნველნი, მოსიყვარულე დედები და ცოლები. So here what we see is what Paul's painting here is a picture of a well-ordered home full of the love and grace of God. და პავლე აქ გვიხატავს იმ სურათს თუ როგორი უნდა იყოს უფლის სიტყვით ახსავსე ოჯახი. And there's not a more powerful witness in the world than a home that's full of God's wisdom and grace and it's well ordered. და ამაზე გავლენიანი და ძლიერი სურათი ალბათ არ არსებობს თუ არა ღმერთის სიტყვის მიხედვით აშენებული ოჯახი. I remember as a young guy in my 20s going into the homes of Christian families and it had such a profound impact on my life. და მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში როცა ვნახულობდი ქრისტიან ოჯახებს თუ რამ ხელა გავლენა იქონია ამ სურათმა ჩემს. There were many women, strong believing women that I personally learned from in my life, and the men, of course, as well. და ძალიან ბევრი მორწმუნე ქალისგან თუ კაცისგან ბევრი რამ ისწავლია ცხოვრებაში. And I could come to them and ask them questions, and I saw the wisdom of their lives and the presence of God in their families, and it changed me. და ყოველთვის შემეძლო მათთვის კითხვების დასმა და მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიისგან რაღაცის სწავლა, რამაც შემდგომ ჩემი ცვლილება გამოიწვია. I grew up in a good family, but it wasn't a godly family.
მე კარგ ოჯახში გავიზარდა, მაგრამ ის არ იყო ღვთის მოშიში ოჯახი. And I had no vision for what God wanted in a family, და არ in a მქონდა marriage. და არ მქონდა ხედვა თუ რას მოელოდა ღმერთი ოჯახისაგან და ქორწინებისგან. But to be able to be in the church and to go into the Christian couples and families' house and be a part of their lives, it really helped. მაგრამ ეკლესიის ნაწილი როდესაც გავხდი და მომეცა შესაძლებლობა რომ გავცნობოდი ქრისტიანულ ოჯახებს, ამან ეს ძალიან დამეხმარა. See what a man's supposed to be like. See what a woman's supposed to be like. A wife is supposed to be like. როცა დავინახე თუ როგორი უნდა იყოს, როგორი როლი უნდა ქონდეს ცოლსა და ქმარს. How do you raise children? როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვები. You know, what does family look like? და როგორ გამოიყურება საერთოდ ოჯახი. You know, the world and Satan are offering people a different vision for the family rather than God's vision. ეშმაკის ხედვა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, რადიკალურად განსხვავდება ღმერთის ხედვისაგან. And personally, I'm so thankful for the godly women we have in our church who are being an example and providing that instruction. და მე პერსონალურად ძალიან მადლიერია იმ ქალებს, რომლებიც სწორედ აი ამ სურათის მიხედვით ცხოვრობენ და მაგალითს აძლევენ სხვებს. We have outstanding women in our church, ჩვენ Godly. გადასარავი ღვთის Able- მოშიში able to teach the younger girls, you know. ქალები ყავს, რომელსაც შეუძლიათ რომ ახალგაზრდებს ასწავლონ. That's the way it should be. და ასეც უნდა იყოს. And it's good. და კარგია. And so we need today, just as much as they needed back in Paul's day, that same thing. We need that same witness. და როგორც პავლეს დროს პერიოდში იყო საჭირო ეს ოჯახის სურათი, დღესაც უბრალოდ ანალოგიურად გვჭირდება. When my family, again, I'll go back to Poland, when we were having our kids and they were all young and we were living in Poland. როდესაც პოლონეთში ვცხოვრობდით და ჩვენი ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. And Kendall and I were trying to figure out, you know, what God wanted our family to look like and how we were supposed to function as missionaries, you know. და ჩვენ მშობლები ვცდილობდით რომ გაგვეგოთ თუ რა მოლოდინი ქონდა ღმერთს ჩვენგან თუ როგორ უნდა აგვეზარდა ოჯახი. We were praying together and learning and trying to figure it all out. და ერთად ვლოცულობდით რომ დაგვენახა სწორი გზა. And we didn't realize that certain things we were doing were a powerful witness. და ჩვენ ვერ ვიაზრებდით რომ ზოგი რაღაც ქმედება, რასაც ვაკეთებდით, იყო ძლიერი ხატი, ძლიერი სურათი. You know, and things would happen like, and again, I'm not trying to boast. It's just, I've seen this in a lot of Christian families. და ბევრი რაღაც მინახავს ქრისტიანულ But ოჯახებში. we'd be out at the playground and there'd be literally hundreds of people out in the playground. და როცა თქვათ სათამაშო მოედანზე ვიყავით და ჩვენს გარდა კიდევ ასობით ოჯახი იყო ეგრე გამოსული And it would be evening time, და იქნებოდა საღამო. time to go back in the house, you know. დრო როცა დროა რომ დაუბრუნდეთ სახლებში. And our kids would be playing and we just look at them and we'd just say, "Hey, guys, time to come in. Let's go." და ბავშვები თამაშობდნენ და ჩვენ დაუძახავდით რომ სახლში წასვლის დრო And იყო. kids would come and we would go in. და ბავშვები წამოვიდოდნენ და წავიდოდით სახლში. But like when the other people, some of the other parents, they would call their kids, the kids wouldn't listen, and it would turn into this big showdown, you know, right on the playground. That happened all the time, you know. მაგრამ აი სხვა მშობლები რომ დაუძახავდნენ თავიანთ შვილებს, ეგენი არ უჯერებდნენ და მე დიდი შოუ იწყებოდა. And we didn't think anything of it. We just thought we're just doing what we do, and that's what we do, you know. და მე რომ მან ხვდებოდით რომ რაღაცა სწორად ვაკეთებდით, ესე იგი რომ ჩვენი შვილები ასეთი მორჩილნი იყვნენ. And then people started coming up to us and asking us, და მე სხვა მშობლები მოდიოდნენ რჩევის "How do you მოსასმენად. do that? რომ როგორ აკეთებთ? Do what? Well, why do your kids listen to you when you ask them to come in, you know?" როგორ მოახერხეთ რომ თქვენი შვილები გისმენდნენ? And we realized, oh, this isn't normal. We've been doing this thing, but we've been just learning from the Bible and learning from other Christians, you know, how to have a well-ordered home. And we began sharing the gospel through that. და მან მივხვდით რომ ეს არ იყო ნორმალური და რომ ბიბლია დაგვეხმარა ჩვენი შვილები ამ გზით აგვეზარდა და დავიწყეთ სიტყვის გავრცელება სხვებში. It's a powerful witness. და ის ნამდვილად არის ძლიერი. So you young gals in the church that are newly married or are planning on getting married, you know, and to all of our wives and ladies, invest in your family, invest in your marriage, invest in your children. და ამიტომ ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებ რომ კონცენტრირდნენ თავიანთ ოჯახზე და ოჯახურ ღირებულებებზე. It is a powerful witness for the kingdom of God, თქვენ ეს არის გავლენიანი სურათი and it's worth it, და ღირებული. you know. So this is also true for the men, და teaching the young men. ეს მიემართება კაცებსაც. Paul's main concern here in mentioning these things
isn't to do a seminar on marriage and the family, it's the spread of the gospel. და პავლეს მიზანი აქ არ არის რომ პავლეს მიზანი აქ არ არის რომ ქორწინების ინსტიტუტი ახსნას კარგად არამედ ის რომ უბრალოდ ღმერთის სიტყვა გავრცელოს. He doesn't want our behavior to bring dishonor to the word of God. მას არ სურს რომ ჩვენმა ქმედებამ უპატივცემულობაში ჩვენი ქმედება უპატივცემულობაში გამოიხატოს. And when there isn't order and love and respect in the family, people see a lack of wisdom in our lives and aren't really interested in the gospel that we preach. და როცა ჩვენს ოჯახში არ არის წესრიგი, არ არის სიყვარული, ხალხი ამას უარყოფითად აღიქვამს და ჩვენი მოსმენიც აღარ უნდათ. All right, now as Paul goes on, he addresses in verse 7. Yeah. He said, or 6 and 7, he says, likewise, urge the young men to be sensible in all things, show yourself to be an example of good deeds with purity in doctrine, dignified, sound in speech, which is beyond reproach, so that the opponent will be put to shame, having nothing bad to say about us. მე-6-ე რომ ხლები გვაუბნება, ჭაბუკებსაც შეეგონა რომ თავშეკავებულნი იყვნენ, ყველაფერში გამოიჩინა თავი კეთილ საქმეთა მაგალითად მოძღვრებაში, შეურყნელობა, სიდინჯა, სიტყვანათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგე შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენს. So this exhortation would seem to include Titus, და ეს მიემართება ტიტასაც. who is no doubt a young man, maybe perhaps in his 30s at this time. რადგან ისიც მაკვერტში ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ალბათ თავის 30 წელს გადაცილებული. And we see this word that keeps repeating itself. In my translation, in the English, it's sensible. We see this word keep popping up. Sensible, sensible, sensible. და ტიტას წელში ხედავთ სიტყვა გონიერება, რომელიც მუდამ მეორდება. It's sophron in Greek. და ბერძნულში არის სოფრონი. It's used, Paul uses the word 4 times in the New Testament, and they're all in the book of Titus. და პავლე ამ სიტყვას 4-ჯერ იყენებს ახალ თქმაში და 4-ჯერ ტიტას მიმართ წერილშია. I guess it seems like Crete was a pretty crazy place. და ალბათ იმიტომ რომ კრეტა იყო არაორდინალური ადგილი. And so he keeps telling the leaders in the church and the men and the women and the young men, be sensible. და ამიტომ ის მოუწოდებს ადამიანებს, კაცებს რომ იყვნენ გონიერნი, Be of sound mind. რომ იყვნენ საღგონებაზე. Don't be crazy. არ იყვნენ გარდასული. So sound mind and sensible, the opposite is like insane. და ყველანაირი არაორდინალურობის სიგიჟის საპირისპირონი უნდა ყოფილიყვნენ. Just think reasonably. რომ ეფიქრათ გონივრულად. He wanted them to be examples, especially Titus. სურდა რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცები ყოფილიყვნენ მაგალითები, განსაკუთრებით ტიტა. And so the word for example in the passage is a word called tupos. და სიტყვისთვის მაგალითი შესატყვისი არის ტუპოსი. And apparently that word can refer to an impression on something that's made by a die, casting a die. და ეს სიტყვა ბერძნულში ნიშნავს პრაქტიკულად საღებავს. So like the die, the example of our lives or their lives were to leave a good impression on people. და როგორც საღებავი ტოვებს თავის ყოლს რაღაცებზე, სწორედ ეგრე უნდა დატოვოს ჩვენმა კეთილმა საქმეებმა სხვებზე კვალი. So that their enemies would be put to shame and they would be unable to say anything bad about them. რომ შემდგომში მათი მტრები შერცხებოდნენ და ვერაფერს უარყოფით ვერ იტყოდნენ მათ. And Paul mentions in verse 7 good deeds. Maybe you saw that. Good deeds. და მე-7 მუხლში პავლე ახსენებს სიტყვას კეთილი საქმეები. He makes 5 references to good deeds in this book. და ამ მხოლოდ ამ წერილში 5-ჯერ არის ნახსენები ეს კეთილი საქმეები. And so, good deeds keep us from wasting time on foolish things. და კეთილი საქმეები ჩვენ დროს გვიზოგავენ, რომ აღარ დავხარჯოთ ეს დრო არასწორი ქმედებების ჩადენის. So what do we do with our free time? და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს თავისუფალ დროს? And young guys, when they get together, they can be crazy, და ახალგაზრდა ბიჭები როცა ერთად შეიყრებიან ხოლმე შეიძლება არა მოსაწონი ქმედებებით დაკავდეს. So be sensible. Spend your time doing good. და ამიტომ უნდა ვიყოთ გონიერნი და ეს ჩვენი დრო დაუთმოთ კეთილი საქმეების კეთებას. So they keep us from wasting our time on foolish things, and they open the door also to share the gospel. და არა მხოლოდ აღარ უკარგავთ დროს არასწორ რაღაცებზე, არამედ იხსნება კარი უფლის სიტყვისაკენ. We know from verse 5 in chapter 3, and I think Pastor Jed will get to this next week, so I won't say a lot about it, but we're not saved by good deeds. იმას სამთავში საუბარი არის, რომ ეს კეთილი საქმეები ჩვენ არ გვიხსნიან. Verse 5 says, he saved us not on the basis of good deeds which we have done in righteousness,
but according to his mercy, by the washing of regeneration and renewing of the Holy Spirit. რომ ჩვენ ეს კეთილი საქმეები კი არ გვიხსნიან, არამედ სული წმინდას მადლი არის ჩვენი დამხსნელი. So we're not saved by our good deeds, მართლადამე ჩვენ ამ კეთილი საქმეებით არ ვართ გადარჩენილნი. right? But good deeds do benefit us, and they benefit those who hear our message. მაგრამ კეთილ საქმეებს ჩვენთვის მოაქვს სარგებელიც. God is good, ღმერთი არის არაჩვეულებრივი and he does good things. და ის ჩადის კეთილ საქმეებს. So as his people, we want to be in a reflection of good and doing good things, და ამიტომ ჩვენს მიშველებს გსურს რომ ვიყოთ მისი ხატის მსგავსად. loving people, helping people, რომ გვიყვარდეს ხალხი და ვეხმარებოდეთ მათ. right? Being a light. რომ ვიყოთ სინათლა ვიღაცის ცხოვრებაში. Doesn't save us, არ გვიხსნის. but it supplies our faith, and it adorns, it decorates the gospel, you know. მაგრამ ჩვენს რწმენას ამტკიცებს და ამშვენებს უფლის სიტყვას. Now, let's go on. Verse 9 and 10. ხო წავიკითხოთ მუხლები მე-9 და მე-10. It says here, urge bond slaves to be subject to their own masters in everything, to be well-pleasing, not argumentative, not pilfering, but showing all good faith, so that they will adorn the doctrine of God our Savior in every respect. მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ, ყველაფერში ამონ სიტყვას ნუ შეუბრუნებენ, არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება. So here we have the relationship between slaves and masters. და ახლა უკვე ვკითხულობთ მონისა და მისი ბატონის ურთიერთობის ფორმას. So as you may know, slavery was really a fact of life in the Roman Empire. და ნუ რომის იმპერიაში მონობა იყო პოლიტიკური ცხოვრების და სოციალური ცხოვრების ნაწილი. Just millions and millions of slaves throughout the Roman Empire. და მილიონობით მონა იყო რომის იმპერიაში. And Paul really was not out on a personal campaign to try to change the Roman Empire and end this practice. That wasn't his goal. და პავლეს მიზანი არ იყო რომ ეს რომის მოწყობის სტილი შეეცვალო. His goal was the gospel. არამედ მისი მიზანი იყო უფლის სიტყვა. However, when the gospel permeates a culture, permeates a society, it can change it, and things like slavery can change. და როცა ღმერთის სიტყვით არის განსჭვალული საზოგადოება, სწორედ ამას შეუძლია მე იმ დიდი ცვლილებების მოხდენა, რაც თუნდაც მონობას გააუქმებდა. But Paul knew what needed to happen was the gospel needed to be preached. და პავლე მიცოდა რომ ამისათვის საჭირო იყო სიტყვის ქადაგება. Without God living in people's hearts, you were going to have a hard time changing like something like slavery. ღმერთის გარეშე, როცა ადამიანის გულები არ არის ახსოვს ღმერთით, შეუძლებელი არის რომ ეს თუნდაც მონობა ინსტიტუტი შეცვლილიყო. And so, for the same reason wives were to be subject to their husbands, so slaves were to be in subjection to their masters. It was for the sake of the gospel. და იგივე ლოგიკა რაც მოქმედებს, რომ ცოლები უნდა ყოფილიყვნენ ქმრების მორჩილებაში, ეგრე იყვნენ მონებიც ბატონების მორჩილებაში და ეგ გამომდინარეობდა სიტყვიდან. They were to be well-pleasing in everything. ისინი უნდა ყოფილიყვნენ, უნდა აკეთებდნენ ყველაფერს მოსაწონს. So he tells the slaves, don't argue with your masters, don't steal from them, submit to them. ისინი პავლე მონებს მოუწოდებდა რომ არ ეკამათოთ თქვენს ბატონებს, არ მოიპაროთ მათგან და დაემორჩილეთ მათ. And there's this word here, in my translation it says adorn, this word for adorn in verse 10. და აქ არის სიტყვა, რომელიც ქართულად იქნება დამშვენება, შეკაზმა, მორთვა. They say it means to decorate or trim the wick as on a candle. რაც ნიშნავს რომ როგორც სანთელს რომ მოაჭრიან ფიტილს რომ უფრო აინთოს. So actually when you trim a candle, what happens to that candle is it starts to burn brighter. და ხომ ფიტილის მოჭრის შემდეგ უფრო ნათლად ანათებს სანთელი. We want the doctrine of God to burn brightly. და ღმერთის დოქტრინა მოძღვრებაც გვინდა რომ ეგრე უფრო მკაფიოდ ანათებდეს. And so we adorn the gospel with our good deeds and our good behavior. და ამიტომ ჩვენ ამ დოქტრინას მოძღვრებას ჩვენი კეთილი საქმეებით ვამშვენებთ. In another letter in Corinthians, Paul is speaking to slaves and he tells them if they can pay their debts and get free, do that. That's better. Be free. პავლე კორინთელთა მიმართ წერილში მონებს ეუბნება რომ თუ შეგიძლიათ რომ რაღაცნაირად ამ მდგომარეობას თავი დააღწიოთ, მაშინ დაიყოსას. But if you can't, don't worry about it. მაგრამ თუ არ შეგიძლიათ, მაშინ არც იღალოთ ამას. Just be faithful in that role you're in and be a witness. იყავით ამ თქვენს როლში მართლები და ერთგულნი. And if you want to check that out, that's 1 Corinthians 7. We won't turn there this morning. 1 Corinthians 7:21.
in that area. კორინთელთა წიგნის პირველი წიგნის 27 მუხლი. But think about it. Here, this is an accepted practice in the Roman Empire, and slaves were not considered free, and they were second-class citizens, and they had no rights. რომის იმპერიაში მიღებული პრაქტიკა იყო მონობა და უამრავი მონა ყავდათ და ისინი აღქმული იყვნენ როგორც მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები. And so masters often abused their slaves. და აქედან გამომდინარე ბატონები ხშირად უპატივცემლად ეპყრობოდნენ თავიანთ მონებს. So think about this. Now there's masters and servants in the church. და ახლა ასე რომ შევხედოთ, ეკლესიაშიც არიან მონები და ბატონები. What a powerful witness to see in the church the slaves honoring their masters and masters actually loving and honoring their slaves. და როგორი ძლიერი ხატება არის მის წარმოდგენა, რომ ერთმანეთს ეს ორი თითქოს დაპირისპირებული ჯგუფი პატივისცემით ეპყრობა. You would never see that in society. ამას Very rarely. იშვიათად თუ ვნახავთ რეალურ ცხოვრებაში. But all of a sudden in the church, masters and slaves are equal. მაგრამ აი ეკლესიაში ეს შესაძლებელია. And yet here's this respect, here's this acceptance of roles, here's this love of God being worked out in this relationship. და აი ამ ღმერთის სიყვარულის წყალობით თითქოს ეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფი თანასწორი ხდება და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან. Again, just a very powerful witness. და ისევ განმეორდები, რომ არის ძალიან თვალსაჩინო ძლიერი სურათი. And that's what Paul wanted. He wanted to see the gospel spread and spread and spread. და პავლეს სურვილიც ეს იყო. სურდა რომ ღმერთის სიტყვა რა შეიძლება გავრცელებულიყო. Now, we move into the last couple of verses of the chapter, so verses 11 through 15. ახლა წავკითხოთ მე-11 და მე-15 მუხლებს. And let's read. It says, "For the grace of God has appeared, bringing salvation to all men, instructing us to deny ungodliness and worldly desires, to live sensibly, righteously, and godly in the present age, looking for the blessed hope and the appearing of the glory of our great God and Savior, Christ Jesus, who gave himself for us to redeem us from every lawless deed, and to purify for himself a people for his own possession, zealous for good deeds. These things speak and exhort and reprove with all authority. Let no one disregard you." ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი ყველა ადამიანის მხსნელი ჩვენს დასამოწმოთ, რათა უარყოთ უხთოება და ამქვეყნიური გულის თქმანი და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად სიმართლით და ღვთის მოსალობით. მოვალოდოთ ნეტარ სასუაბას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვსყიდოთ ყოველგვარი ურჯულობისაგან და განეწმინათ თავისთვის რჩეული ხალხი კეთილი საქმეების მოშულა. So it says here, "For the grace of God has appeared, bringing salvation to all men." და ის ამბობს, რომ ღმერთის ნეტარმა სასუაბამ მოუტანა ყველა ადამიანის ხსნა. That doesn't mean that all people will be saved. ეს არნიშნავს, რომ ყველა ადამიანი იქნება გადარჩენილი და ხსნილი. It means that the offer of salvation is going out to all people. არამედ ნაგულისხმევია, რომ ეს შეთავაზება შესაძლებლობა გადარჩენისა ყველა ადამიანის მიმართ არის შეთავაზებული. But notice this grace of God, what is it actually teaching us? და შევხედოთ თუ რას გვასწავლის რეალურად ღმერთის მადლზე საუბარი. Verse 12. მე-12 მუხლი. It says it's instructing us to deny ungodliness and worldly desires and to live sensibly, righteously, and godly in this present age. ის მოგვიწოდებს, რომ ჩვენ უარყოთ უხთოება და ამქვეყნიური გულის თქმანი და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად და სიმართლით. So grace instructs us to deny ungodliness. მაშასადამე ღმერთის მადლი ჩვენ მიგვითითებს, რომ უარყოთ უხთოება. In Romans chapter 6, verse 1, Paul asks the question, are we to continue in sin that grace might increase? რომელთა მიმართ წერილში ასეთი ნაწილი არის, რომ უნდა ჩავიდინოთ თუ არა უფრო მეტი ცოდვა, იმიტომ რომ ეს პარალელურად გაზრდის მადლის რაოდენობას. Then came the immediate answer, may it never be. და მანდ გასცა პასუხი პავლემ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. But a lot of people think that. They think that if you preach grace, people are going to think that they can sin and it doesn't matter. მაგრამ ბევრი ადამიანი არის სწორად აღიქვამს ამ მოწოდებას მადლის შესახებ და ამბობენ, რომ მეტი შეცოდვით მეტი მადლი გარდმოევლინება მათს. But here Paul says that's not what grace teaches us to do. მაგრამ პავლე ამბობს, რომ მადლი საერთოდ არ გვასწავლის ამას. And I've known many pastors really that are afraid to preach grace because they think that if they do,
და მე ვიცნობ ბევრი პასტორს, რომელსაც ეშინია რომ მადლის შესახება ასწავლოს, იმიტომ რომ გონიათ რომ თუ ასწავლიან, then the people in the church are just going to go out and sin. რომ ეს ხალხი ეკლესიაში მოსიარულე ხალხი უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენს. So to protect them from sinning, they give them the law. და ამიტომ იმის გამო რომ დაიცვან ეს ადამიანები ცოდვაში ყოფნისაგან მათ აძლევენ კანონიკას. And the law works death, and it just creates more sinning. და საპირისპირო შედეგს იღებენ ამით. It's all backwards. რომ პირიქით უფრო მეტ ცოდვაში ჩადიან. Preaching the law will perfect no one. როცა კანონის ქადაგება არავის გაიდეალურებას არ გამოიწვევს. It's the message of grace that sets us free. პირიქით ეს მადლი არის ის კონცეფცია, რაც ჩვენ გვათავისუფლებს. And when the grace of God is truly working in our hearts through the Spirit, და როდესაც ღმერთის მადლი ჩვენს ცხოვრებაში მართლა მუშაობს სული წმინდას დახმარებით. the desire of our heart isn't to go out and sin, ჩვენი სურვილი ის კი არ არის რომ გავიდეთ და ცოდვაში ვიცხოვროთ. but rather the desire of our heart becomes to be pleasing to the Lord. We want to be pleasing to the one who died for us and rose again. არამედ ჩვენი გულის სურვილი ხდება რომ ჩვენ ვიცხოვროთ იმ ღმერთის ხატად და მსგავსად, რომელიც ჩვენს გამო ჯვარზე ეცვა და აღსდგა. How does change take place in our lives? და როგორ ხდება ცვლილება ჩვენს ცხოვრებაში? Not by giving yourself a list of rules to keep. ნამდვილად არ ხდება ეს რაღაც სიის შედგენით საკუთარი თავისთვის. And who creates that checklist anyway, და საერთოდ ვინ წერს ამ სიას? right? We change in our lives when we set our eyes on Jesus and we're looking for him. ჩვენ ცხოვრებაში ცვლილებები ხდება, როდესაც მზერას მივუყრებთ იესოს და ვართ მის ძიებაში. And the more we look upon him through the word, through our worship, through service to others, the more we become like him. და რაც უფრო მეც მსახურობთ, რაც უფრო მეტად ვეცნობით მის სიტყვას, ვეცნობით იესოს უკეთ, მით უფრო და უფრო ვემსგავსებით მას. So we don't become holy by trying to be perfect. და ჩვენ არ ვხდებით წმინდა ან გაწმენდილნი იმის მცდელობაში, რომ ვიყოთ იდეალურნი. We become holy by looking away to the perfect one and believing in him. ჩვენ განვიწმინდებით, როდესაც მზერას მივუყრებთ იმ იდეალურს, რომელიც არის ღმერთი იესო. And so what we need is grace. და აქთან გამომდინარე, რაც გვჭირდება არის მადლი. If we could just today just ask the Holy Spirit to come and fill each of us with the ocean of God's love, and just to walk out of here with an absolute knowledge of the great love God has for each one of us in our lives, that will change us. და ახლა თუ ვთხოვთ ჩვენ სული წმინდას რომ აგვავსოს უფლის სიყვარულითა და მადლით, აი სწორედ ეს არის, რაც გარდაგვქმნიდა ჩვენ. But if we walk out of here and everyone thinks God is angry and ready to punish us, that's not going to make any improvement in our lives. That's not going to change us at all. მაგრამ თუ გვჯერა იმის რომ ღმერთი გაბრაზებულია და ჩვენი დასჯა უნდა, ეგ არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს, არანაირ მეტამორფოზს არ დაძრავს ჩვენში. And so we look into the Word, and the Word shows us what sin is. As we study the Word together in the Holy Spirit, God shows us things in our lives that need to go. და ამიტომ როდესაც ვეცნობით ჩვენ ღმერთის სიტყვას, მოძღვრებას, მან თვითონვე აღმოვაჩენთ ხოლმე ის რაღაცებს, რაც გვაშორებს ღმერთისგან და მაშინ სადამე უნდა გავაკრეთ ჩვენი ცხოვრებით. But it's amazing. The more you just keep your eyes on Jesus and the more we serve him, this change takes place in our lives and we don't even know it's happening. და საოცარია რომ რაც უფრო მეტად კონცენტრირდებით ღმერთზე, რაც უფრო ვცდილობთ რომ მეტად დავამსგავსოთ, ეს ცვლილება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. And one day we look back and yeah, we're still not perfect, but we realize, wow, I've really changed. და რაღაც დროის მერე უკან რომ გავიხადავთ, ნამდვილად ხედავთ ხოლმე რომ თუ რამდენად შეიცვალა ჩვენი ხასიათი. And it's because of the grace of God. და ეს ხდება სწორედ ღმერთის მადლის გამო. Verse 13 says we're to be looking for the blessed hope and the appearing of the glory of our great God and Savior. მე-13 მუხლი გვეუბნება რომ უნდა მოველოდეთ ნეტარ სასუებას ჩვენი ღმერთისა. Peter tells us something similar. Turn over to 1 Peter chapter 1. პეტრეს პირველი წიგნის პირველი თავი. 1 Peter chapter 1 verse 13. მე-13 მუხლი. And we read this in the morning scripture reading, so let's read it again. Therefore, prepare your minds for action, keep sober in spirit. Notice, fix your hope completely on the grace to be brought to you at the revelation of Jesus Christ. ამიტომ შემოისარყოთ თქვენი გონების წელნი იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ. If we're truly born again of the Holy Spirit, თუ მართლაც ჩვენ ვართ ხელახლა დაბადებულნი, შობილნი, the Spirit fills our hearts with the hope
of Jesus' coming. სული წმინდა ავსებს ჩვენს გულებს იმედით, რომ ღმერთი იესო ბრუნდება. Paul in Titus, Peter, they say, fix your hope completely on that. That needs to be the object of your affection. და პავლე და პეტრეც მოგვიწოდებენ, რომ ჩვენი გული უნდა იყოს ავსეს იმედით, რადგან სწორედ ეს არის, რაც უფრო დაგვახლოვებს ღმერთთან. Jesus is going to appear. He's coming back again. რომ იესო აუცილებლად ბრუნდება, ამაში დარწმუნებულები ვართ. The Holy Spirit bears witness in our hearts that that's a fact. That's guaranteed. და სული წმინდა, რომელიც ჩვენში არის, ჩვენში დაუდიაბინა, ის არის გარანტორი ამის. And in Titus, Paul actually calls him our blessed hope. და ტიტეს მიმართ წერილში პავლე ამას უწოდებს ჩვენს დალოცვილ, ჩვენს სანუკვარ იმედს. And we know that hope in the Bible is assurance. და ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიაში იმედი არის გარანტია. Obviously we use the word hope differently today in our languages. ცხადია, ყოველდღიურ გამოყენებაში ეს სიტყვა განსხვავდება ბიბლიური თეოლოგიური მნიშვნელობისგან. You know, I hope my wife makes hamburgers tonight for dinner. ხო, მაგალითად იმედი მაქვს, რომ ჩემი I don't know ცოლი if she's going to, but I hope she does. გააკეთებს ბურგერებს, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს. Well, that's not hope. That's not biblical hope. მაგრამ ეს არის ბიბლიური იმედი. Biblical hope is wrapped up in a person who's made a promise to us and he's coming back to keep his promise. ბიბლიური იმედი დაკავშირებული არის იესოსთან, რომელიც ერთხელ უკვე მოვიდა და დაგვპირდა, რომ ის მეორედაც მოვიდოთ. Notice what Paul says about hope in Romans chapter 8. Go over to Romans chapter 8. და რომელთა მიმართ წერილში მერვე თავში And here in verse 24 and 25, 24-25 მუხლებში he adds a little bit of more information on our definition of the word hope. And he says here in verse 24 and 25, for in hope we have been saved. ვინაიდან სასწაობით ვიქნით დახსნილნი. But hope that is seen is not hope, for who hopes for what he already sees? ხოლო ხილული სასწაობა არ არის სასწაობა, ვინაიდან თუ კი ხედავს კაცი რაღაც ესავს. But if we hope for what we do not see, with perseverance we wait eagerly for it. ხოლო თუ იმის სასწაობა გვაქვს, რასაც ვერ ხედავთ, მოთმინებით მოვალით მას. So hope involves waiting. თან გამომდინარე, იმედი თავის თავში მოიცავს ლოდინს. If we don't have to wait, then we don't have to have hope. თუ არ შეგვიძლია ლოდინი, მაშინ არც გვაქვს იმედი. Waiting involves patience ხოლო ლოდინი თავის თავში გულისხმობს მოთმინებას and perseverance. და გამძლეობას. And so the Holy Spirit comes and fills our hearts and gives us this ability to wait in complete assurance and expectation that Jesus is coming again. და ამიტომ სული წმინდა გვავსებს ჩვენ იმედით, გვავსებს მოთმინებით და გამძლეობით, რომ იესო ბრუნდება. And you know, I often say this, and when we're going through Acts talking about the baptism with the Holy Spirit. და საქმეების წიგნში საუბარი არის მონათვლის რიტუალზე. Now, if you go through the book of Acts and you really just kind of do a study on the baptism with the Holy Spirit, და თუ საქმეების წიგნში წავაკითხავთ სული წმინდით მონათვლის შესახებ, what you realize is the main function of the baptism of the Holy Spirit wasn't to speak in tongues or have a spiritual gift, though that was an effect. ჩვენ გავიაზრებთ, რომ მონათვლის მთავარი მიზანი ის კი არ ყოფილა, რომ ენებით მჭერმეტყველება შეგვიძლებოდა ან რაღაც სულიერი ნიჭი მიგვიღო. But the main function was hope, filling the hearts of believers who needed to wait for Jesus and suffer while they waited. არამედ მონათვლის მიზანი იყო, რომ მიგვიღო იმედი და რომელიც დაგვეხმარებოდა, რომ გადაგვალახა ის რთული პერიოდები, რაც ცხოვრებაში არის ხომ. Yeah, so hope works in our lives in a way that I call it staying power. It gives us the ability not to quit even when times are tough. და ეს იმედი როგორც მუშაობს ჩვენ ცხოვრებაში არის, რომ ჩვენ გვანიჭებს სიმტკიცეს, რომ მუდამ ვიყოთ ჩვენი რწმენის ერთგულნი. And so we need the power of the Holy Spirit to bear witness for Jesus Christ. და ამიტომ გვჭირდება ჩვენ სული წმინდის ძალა, რომ არ გადავუხვიოთ გზიდან. And that's what it produces. და სწორედ აი ამას გამოჰყოფს სული წმინდის. Hope is a byproduct of the Holy Spirit. და იმედი არის სული წმინდისგან გამომდინარე პირდაპირი შედეგი. Without him, we don't have it. და მის გარეშე ჩვენ არ გვაქვს არანაირი იმედი. I think you've heard Pastor Jed talk about how he's the down payment on our salvation, right? The wedding ring of our salvation. We know that we're married, but we're just waiting for our bridegroom to come. და ეს მეტაფორით რომ თქვათ, ვიცით რომ დაქორწინებულნი ვართ, მაგრამ თან მოველით მეფე პატარძლის მოსვლას.
All right. So it's the Holy Spirit who's giving us this assurance that Jesus is coming to fully redeem us. და ეს სული წმინდანი რაც გვაძლევს იმედს, რომ იესო ბრუნდება, რომ ბოლომდე გვიხსნას ჩვენ. And one more passage this morning, and we'll on hope, and we'll finish. 1 John chapter 3. და იოანეს პირველი წიგნის მესამე თავი. 1 John chapter 3. Verses 2 and 3. მეორე და მესამე მუხლები. John gives us some information about hope now. And he says, "Beloved, now we are children of God, and it has not appeared as yet what we shall be. We know that when he appears, we will be like him, because we will see him just as he is. Everyone who has this hope fixed on him purifies himself just as he is pure." საყვარელო ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა რანი ვიქნებით, ვიცით რომ როცა გამომჟღავნდება მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას როგორც არის. ყოველმა ვისაც ეს იმედი აქვს მისი განიწმინდოს თავი როგორც ის არის წმინდა. Hope purifies us. იმედი გამგწმენს ჩვენ. Right? Notice all three apostles, Paul, Peter, and John, both use the word fixed, to have our hope fixed on Jesus Christ. და ყველა მოციქული იყენებს ამ სიტყვას იმედს, რომ გვქონდეს იმედი იესო ქრისტეში. Anybody old enough here to remember like the transistor radios, when you'd have those radios and you'd have to just kind of tune them to get to the right frequency until it was clear? აი რადიოს სიხშირე შეგვიძლია შევადაროთ, რომ გიწევს რა ეს სიხშირე დაარეგულიროს სწორი მიიღო. Anybody, can you raise your hand? I mean, have I lost everyone here? Okay. So anyway, in the old radios, you used to have to turn the dial and just get the right place for it to become clear, you know? And yeah, go ahead. ძველ რადიოებზე საჭირო იყო, რომ დაგერეგულირებინა ისე, რომ სიხშირე მიიღო და სუფთა ხმაყოფილიყო. The car radios used to do in your car, that was also true. I almost got in a few accidents trying to like get the right frequency on my radio in the car. So, sorry. მანქანებზეც იგივე ვრცელდება. That's the idea. You tune your dial to heaven until it's clear, and then you super glue it in that place so it doesn't move. You fix it. That's exactly what's being said here. You fix your hope on Jesus. Tune the dial to Jesus Christ and super glue it there. Don't move it. Fix it. და მოკლედ ეს ჩვენი იმედიც უნდა მივაპყროთ მაქსიმალურად იესოს დაბრუნებაზე და ეგრეთ სიხშირე უნდა დავიჭიროთ და დავაფიქსიროთ მაგ მონაკვეთში. And this hope purifies us because we're waiting for him and we're not falling into sin in the world, you know. და ეს იმედი ჩვენ გამგწმენს, იმიტომ რომ მის უფლის იესოს დაბრუნების მოლოდინში ვართ და არა ცოდვაში. Maybe you've heard pastors say things like, well, if Jesus Christ came back today, how would that change your day? აი If you knew he was coming back. იესო რომ დაბრუნდეს დღეს, აი როგორ შეცვლდა ეს თქვენ ცხოვრებას. What would change in your life? რა ცვლილებები მოხდებოდა თქვენ ცხოვრებაში? That's how we're supposed to live our days. და აი ასე უნდა განვლოთ ჩვენი დღეები. With our hope fixed on him at the coming of his appearing. რომ ჩვენი იმედი უნდა იყოს მიმართული იესოს მეორედ მოსვლისაკენ. So, in the Bible, faith and hope are directly connected. და ბიბლიაში ერთმანეთა და იმედი არიან ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში. And the writer of Hebrews says that faith is the assurance of things hoped for, the evidence of things not seen. და ებრაელთა მიმართ წერილში ავტორი ამბობს, რომ სწორედ რწმენა არის იმის გარანტია, რომ ის რაღაცების იმედიც გვაქვს აუცილებლად ახდება. So as Christians, we don't only believe that we're saved, forgiven of our sins and saved, we believe Jesus is coming back again for us. და ჩვენ ქრისტიანებს მხოლოდ იმის კი არ გვჯერა, რომ ჩვენი ცოდვები მოგვეტავება და ვიქნებით ხსნილნი, არამედ იმისიც გვჯერა, რომ იესო ბრუნდება. And hope is powerful, it's necessary in our lives. და იმედი არის მნიშვნელოვანი საჭირო რომ ჩვენს ცხოვრებაში. So I'll finish with this story or this illustration. და ახლა დავასრულებთ ამ ექსპერიმენტზე საუბრით. So this was a story, an experiment that I heard about a couple of decades ago. და ამ ექსპერიმენტის შესახებ გავიგე რამდენიმე დეკადის წინ. And it's the Norwegian wharf rat experiment. I don't know if you've heard that, the Norwegian wharf rat. და ეს არის ნორვეგიელი თაგვების ექსპერიმენტი. Anybody from Norway? No hands going up. Okay. So no Norwegians here, huh? So anyway, in this experiment, the rats
were placed in a tub of water, ეს თაგვები მოათავსეს კოლბაში, წყლით სავსე კოლბაში. and they were continually sprayed while they were in the tub so that they couldn't turn over and float on their backs. და თან წყალს ამატებდნენ, რომ ტივტივი არ შეძლებოდათ. And these rats that they put in this tub, they drowned in 17 minutes. და ეს პირველი ჯგუფი, სატესტო ჯგუფი 17 წუთში დაიხჭა. But they did an experimental group, და მერე ექსპერიმენტალური ჯგუფი გამოიყვანეს and these rats were placed in the same conditions. და იგივე პირობებში მოათავსეს ისინიც. But this time, right before they drowned, they were saved. მაგრამ სანამ დაიხჭებოდნენ, ზუსტად მანამდე გადაარჩინეს. And so after they fully recovered and they were healthy again, და როცა უკვე ბოლომდე გამოკეთდნენ და იყვნენ ჯანმრთელნი, they put them in the tubs again, and the experiment was repeated. და იგივე ექსპერიმენტი გაამეორეს, ისე დააბრუნეს კოლბაში. They struggled not for 17 minutes, but for 37 hours. და ახლა 17 წუთის მაგრად 37 საათის განმავლობაში განაგრძეს ცხოვრება. ბრძოლა. And the psychologists that were conducting the experiment, they attributed the change to the fact that they were saved from drowning earlier, and that's why they continued to struggle the second time. და ფსიქოლოგებმა ეს სამხალათულობა ახსნეს იმედის გაჩენით მათში, რადგან რაღაც პირველად გადარჩნენ, გაუჩნდათ იმედი, რომ კიდევ მეორედაც დაიხსნიდა ვიღაც. So they had hope that they would be saved again. და ამიტომ იმედი ჰქონდათ, რომ მეორედაც გადარჩებოდნენ. The only difference is they didn't know. You know, we do know in our trials and our struggles. და ახლა ჩვენ თავებს რო შევადაროთ, მათ დარწმუნებით არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებით ვიცით. They didn't know if they would be saved again. მათ არ იცოდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაიხსნიდა ვიღაც. But just thinking that they would, they struggled 37 hours. მაგრამ იმის იმედით, რომ რაღაცა შანსი მაინც იყო გადარჩენის 37 საათის განმავლობაში განაგრძეს ბრძოლა. And Paul's trying to tell us the same thing. You know, you have absolute assurance in your struggle. There's the expectation of coming good. Jesus will come back. და პავლე გვეუბნება, რომ როგორი გასაჭირსაც არ უნდა გავდიოდეთ, ჩვენ მუდამ გვაქვს იმედი, რომ იესო ბრუნდება და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლა. We know that we're saved. We're just waiting for our Redeemer. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გადარჩენილნი ვართ, უბრალოდ ველოდებით ამ ხსნელს. And that hope is powerful. და ეს იმედი არის ძლიერი. And that's what gets us through this life. და სწორედ იმედი არის, რაც გვაძლებინებს ცხოვრებაში. So let's stand together for prayer. და ახლა ერთად ველოცდით. And Father, we do give thanks to you for the blessed hope, the appearing and the blessed hope of Jesus Christ coming again. მარტო ჩვენ გვინდა მადლობა შემოგწიროთ იმედისათვის, რომელიც ჩვენი გულები არის სავსე და იესო ქრისტესთვის. And as we wait, Lord, და როგორც როცა ჩვენ ახლა შენს მოლოდინში ვართ, because it's necessary, waiting is necessary. რადგან ვიცით, რომ ლოდინი აუცილებელია. Through the waiting, you increase our faith. ამ ლოდინში ჩვენი რწმენა უფრო მტკიცდება. So as we wait for you, Lord, we want to wait and hope. და როცა ჩვენს მოლოდინში ვართ, გვინდა რომ გქონდეს იმედი. And I pray that your Holy Spirit would help us tune our hearts to heaven. და ვლოცლობ, რომ შენი სული წმინდა დაგვეხმარება, რომ ჩვენი გული და ყურადღება მივმართოთ შენი სამეფოსაგან. To fix our hope on Jesus. რომ ჩვენი იმედი იყოს დაფუძნებული იესოში. But as we're waiting here, knowing that you're returning, help us to be rich in good deeds and to live sensible lives that are a witness to others. და სანამ ახლა აქ ვართ და ვართ ჩვენს მოლოდინში, გთხოვთ ღმერთო, რომ დაგვეხმარა, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ახსავსა კეთილი საქმეებით. And we realize, Lord, we need you. It's not a list of rules that we need. We need the grace of God and the work of the Holy Spirit in our hearts. და ჩვენ ვიაზრებთ, რომ გვჭირდება შენი ღმერთის მადლი და არა წესთაკრებული და გვჭირდება სული წმინდა ჩვენს ცხოვრებაში. And we need your word. და გვჭირდება შენი სიტყვა. So, Lord, strengthen us, და ამიტომ ღმერთო გაგვაძლიერა, encourage us, მოგვეცი შთაგონება. open our eyes to understand your love and grace for us, გაგვახელნე თვალები, რათა დავინახოთ შენი მადლი. and then open our eyes to pour out that same love and grace on those around us, Lord. და გაგვახელნე თვალები, რომ ჩვენ სიძეთივე სიყვარულით მოვეპყროთ ყველა ჩვენ გარშემოყოფს როგორც ჩვენ. We thank you and we praise you in Jesus' name. მადლობას გეხდით და ვლოცლობთ იესოს სახელით. Amen.